მოგესალმებით. წარმოიდგინეთ, რომ დღეს ერთად მივდივართ ძალიან უცნაურ და საინტერესო საფარიზე. ოღონდ არა სადმის შორს აფრიკაში, არამედ ბარო ჩვენს გარშემო, ჩვენს კანზე და ჩვენს სხეულშიც კი არსებულ სამყაროში, რომელიც სრულიად უხილავია. მზად ხართ მაშასე. დავიწყოთ. მოდი თავიდანვე ერთი მარტივი რამ ვცადოთ. აი ახლავე, დახედეთ თქვენს ხელისგულს. რას ხედავთ? ალბათ არაფერს, სუფთად გამოიყურება, ხო? მაგრამ რა მოხდება თუ გეტყვით, რომ სინამდვილეში თქვენს ხელისგულზე ამ წამსაც კი რაღაც იმალება? და ეს რაღაც არის მილიონობით ცოცხალი არსება. კი, სწორად გაიგეთ, მილიონობით. თან ეს არ არის უბრალოდ მტვერი ან ჭუჭყი. არა. ეს ნამდვილი ცოცხალი ორგანიზმებია. თითქოს მთელი პაწაწინა სამყარო გიჭირავთ ხელში. აი სწორედ ეს არის ჩვენი უხილავი სამყარო. და ამ სამყაროს ბინადრებს მეცნიერები მიკროორგანიზმებს უწოდებენ. მოდი ვნახოთ, რას ნიშნავს ეს ცოტა რთული სიტყვა. მიკროორგანიზმი. მოდი დავშალოთ. მიკრო, როგორც ალბათ ხვდებით, ნიშნავს ძალიან პატარას. ორგანიზმი კი ცოცხალ არსებას. ანუ, მარტივად რომ ვთქვათ, ესენი არიან ცოცხალი არსებები, რომლებიც იმდენად პატარები არიან, რომ მათ დასანახად ჩვენი თვალი უბრალოდ არ კმარა. კარგი და სად არიან ესენი, სად ცხოვრობენ? პასუხი ძალიან მარტივია. აბსოლუტურად ყველგან. აი იმ ჰაერში, რომელსაც ახლა სუნთქავთ, იმ წყალში, რომელსაც სვამთ, მიწაში და რაც ყველაზე გასაოცარია, ჩვენს კანზე და ჩვენს სხეულშიც კი. ამ უხილავ სამყაროში უამრავი სხვადასხვა არსებაა. მაგრამ მოდით, დღეს მათგან ყველაზე ცნობილებს, ნამდვილ სუპერვარსკვლავებს შევხვდეთ. ესენი არიან ბაქტერიები. დარწმუნებული ვარ, ეს სიტყვა ყველას გაქვთ გაგონილი. და რა არის საერთოდ ეს ბაქტერია? წარმოიდგინეთ, ჩვენი სხეული აგურებისგან აშენებულ უზარმაზარ სახლს ჰგავს, სადაც თითოეული აგური ჩვენი უჯრედია. ჩვენ მილიარდობით ასეთი აგური გვაქვს. ბაქტერია კი სულ რაღაც ერთი აგურისგან შემდგარი სახლია. მთელი მისი სხეული ერთი პაწაწინა უჯრედია. კი, მაგრამ რამდენად პატარაა? აი წარმოიდგინეთ. აიღეთ ფანქარი და დასვით ერთი პაწაწინა წერტილი ფურცელზე. ზუსტად მაგ ერთ წერტილში 100,000 ბაქტერია ჩაეტევა. ხვდებით, რა წარმოუდგენლად მცირე ზომაზეა საუბარი. საოცრებაა რა? კარგით, გასაგებია, რომ ძალიან პატარები არიან, მაგრამ აქ ჩნდება ლოგიკური კითხვა. თუ კი მათ ვერ ვხედავთ, საიდან ვიცით, რომ არსებობენ? როგორ ვსწავლობთ იმას, რაც უხილავია? პასუხი მარტივია. მეცნიერებს აქვთ ნამდვილი სუპერიარაღი და ეს არის მიკროსკოპი. ეს არ არის ჩვეულებრივი გამადიდებელი შუშა, ეს ბევრად მეტია. ეს არის, ასე ვთქვათ, ჯადოსნური ფანჯარა, რომელიც ამ უხილავ სამყაროში გვახედებს. და როგორ მუშაობს? ძალიან მარტივად. პირველ რიგში ვიღებთ რაღაცას, რისი დანახვაც გვინდა, მაგალითად წყლის ერთ წვეთს. მერე სპეციალური ნათურა ქვემოდან ანათებს ამ წვეთს. და ბოლოს, ყველაზე მთავარი, ძალიან ძლიერი ლინზები ამ გამოსახულებას 100-ობით და 1000-ობიტჯერ ადიდებს. და ვუალა, უხილავი ხილული ხდება. მოკლედ, უკვე ვიცით რა არის ბაქტერია და როგორ შეგვიძლია მისი დანახვა. მაგრამ ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა ისაა. კარგია ეს ბაქტერია თუ ცუდი? ჩვენი მეგობარია თუ მტერი? აბა ვნახოთ. სიმართლე ისაა, რომ ბაქტერიები არიან ორივენი. ზოგი მათგანი ჩვენი საუკეთესო მეგობარია. აი მაგალითად ჩვენს ორგანიზმში ცხოვრობენ ბაქტერიები, რომლებიც საჭმლის მონელაში გვეხმარებიან. მათ გარეშე ძალიან გაგვიჭირდებოდა. ან მაგალითად იოგურტი და ყოველი. სწორედ სასარგებლო ბაქტერიების დამსახურებაა. მაგრამ სამწუხაროდ არსებობენ მტრებიც. საზიანო ბაქტერიები, რომლებიც იწვევენ კბილების გაფუჩებას, აფუჩებენ საჭმელს და გვავადებენ. ხო და აი რატომ გვეუბნებიან სულ, რომ ხელები ხშირად ავიბანოთ, რომ ეს ცუდი ბიჭები მოვიშოროთ. ასე რომ, მთავარი დასკვნა რა არის? ის რომ სამყარო ბევრად უფრო მეტია, ვიდრე ის, რასაც ჩვენი თვალები ხედავს. ყველაზე საინტერესო და გასაოცარი ნაწილი შეიძლება ითქვას სწორედ ამ უხილავი ფარდის მიღმა იმალება. ჩვენი პატარა მოგზაურობაც დასასრულს უახლოვდება. იმედი მაქვს დღეიდან, როცა უბრალოდ ხელს დაიბანთ ან წყლის წვეთს დაინახავთ, გაგახსენდებათ, რომ იქ მთელი სამყარო იმალება. და სანამ დაგემშვიდობებით, მინდა დაგისვათ კითხვა, თქვენ რომ გქონდეთ ასეთი მიკროსკოპი, პირველ რიგში რაში ჩაიხედავდით? აბა, დაფიქრდით.